თავი 22. შაბათი რომ გავიდა, შვიდეულის პირველი დღის განთიადზე მოვიდნენ სამარხის სანახავად მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი. და აჰა, მოხდა დიდი მიწისძვრა, ვინაიდან უფლის ანგელოზი ჩამოვიდა ციდან. მოვიდა, ლოდი გადააგორა და ზედ დაჯდა. მისი შესახედაობა ელვასავით იყო და მისი ტანისამოსი თოვლივით სპეტაკი. მისი შიშით შედრკენ მცველები და მკვდრებივით გახდნენ. ანგელოზმა კი მიმართა დედაკაცებს და უთხრა: ნუ გეშინიათ, ვიცი რომ ჯვარცმული იესოს ეძებთ. აქ არ არის, ვინაიდან აღდგა როგორც თქვა. მოდით, ნახეთ ადგილი სადაც იწვა. და უყოვნებლივ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით და აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისკენ. იქ ნახავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ. ისინი სწრაფად გამოეშურნენ სამარხიდან შიშით და დიდი სიხარულით და გაიქცნენ რომ ეცნობებინათ მისი მოწაფეებისათვის. და აჰა, იესო შეხვდა მათ და უთხრა: გიხაროდეთ. ისინი მივიდნენ, ფეხებზე მოეხვივნენ და თაყვანისცეს მას. მაშინ უთხრა მათ იესომ: ნუ გეშინიათ, წადით დაუწყეთ ჩემს ძმებს, რომ წავიდნენ გალილეას და იქ მნახავენ. როცა ისინი მიდიოდნენ, აჰა, მცველთაგან ზოგიერთები მივიდნენ ქალაქში და აუწყეს მღვდელმთავრებს ყოველივე, რაც მოხდა. ისინი შეიკრიბნენ უხუცესებთან ერთად, მოითათბირეს და დიდძალი ვერცხლი მისცეს ჯარისკაცებს და უთხრეს: თქვით, მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და მოიპარეს იგი, როცა ჩვენ გვეძინა. და თუ ამას გაიგებს განმგებელი, ჩვენ დავარწმუნებთ მას და აგარიდებთ უსიამოვნებას. მათაც აიღეს ვერცხლი და ისე მოიქცნენ, როგორც დაარიგეს. გავრცელდა ეს ნათქვამი იუდეველებს შორის დღევანდელ დღემდე. ხოლო 11 მოწაფე წავიდა გალილეას იმ მთაზე, რომელიც იესომ დაუთქვა მათ. ნახეს იგი და თაყვანისცეს, ზოგს კი ეჭვი ეპარებოდა. მოვიდა იესო მათთან და უთხრა: მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ცაში და დედამიწაზე. ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი. მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სული წმინდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველ დღე წუთისოფლის აღსასრულამდე. ამინ.